და მაინც და მაინც დიდი სივრცე არ დაუტოვეს თბილისელებს. აქ ჯინჯოლოვა შეეცდება დარტყმის განხორციელებას. მე-13 წუთზე ჯემალ გიორგი ჯინჯოლოვას ულამაზესი ბრწყინვალე გოლი და ხელგანმეორებით ამზადებდა აქ დარტყმას. იყო იქ გარკვეული მცირე სივრცე და ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ არაჩვეულებრივი გოლით თავის გუნდს ეხმარება იმაში, რომ სატურნიროს გრუპში გადაინაცვლოს პირველ პოზიციაზე. ეს მისი მეორე გოლია და ერთ-ერთი საუკეთესო უდაოდ კარიერაში ამ უმნიშვნელოვანეს მატჩში. ვერ მოახერხა კერესელიძემ ამ ბურთის მოგერიება, პრინციპში ურთულესი იყო ამ დავალებაში. დილას მოთამაშეებს ნახოჯერის ეპიზოდი ჩაწოდება საჯარი მოჭიდა პირდაპირ კუთხურიდან გაიტანა გიორგი ჯინჯოლოვამ გოლი. შეასრულა დუბლი და 2-0 ეტაიმი უკვე დასრულდება მას შემდეგ, რაც ბურთს თამაში შეიყვანენ დილას მოთამაშეები. აქ როგორ ჩანს იყო აქ ასკლეტა დეობასინგამ ითამაშა ამ ბურთზე. წესით აქ ავტოგოლად შეფასდება ეს ეპიზოდი, თუმცა ჯინჯოლოვას რა თქმა უნდა. თუ მოგეწონა ეს ვიდეო, დაალაიქე და გამოიწერე არხი, რომ არ გამოგჩეს შემდგომი საინტერესო სიახლეები.